გიორგი გუჩიანის და ნიკა ჩემიას საქმეზე პროკურატურამ უკაცრავად სააპელაციო სასამართლომ გუშინ გამოაცხადა, რომ ჩვენს მიერ შეტანილი ახლად გამოვლენილი გარემოებები არცნო ახლად გამოვლენილად მან ჩათვალა, რომ ეს გარემოებები ისედაც იყო ცნობილი და ამიტომ ხელმეორედ ამ საქმის განხილვა აღარ იქნება. ჩვენ გვაქვს რასაკვირველია კანონით მონიჭებული უფლება, რომ გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში და აუცილებლად გავასაჩივრებთ კანონით დადგენილ ვადაში, თუმცა გვინდა მოგახსენოთ იმ გარემოებების შესახებ, თუ რა აბსურდული საფუძველი დაუდო სააპელაციო სასამართლომ აი ამ თავის გადაწყვეტილებას. როგორც გახსოვთ, ჩვენ წარვადგინეთ ორი ნიშნულოვანი ახალი გარემოება. ერთი დნმ-ის ანალიზი, რომელიც გამორიცხავდა მკვლელობის მომენტში იმ ორი ადამიანის იმ ოთახში არსებობა, იმ ოთახში ყოფნას, ჩემიას და ხერკელაძეს, რომელიც განაჩენის მიხედვით თითქოს იყვნენ მკვლელობის შეკვეთის შემსრულებლები. ეს იყო თმის ანალიზი, თმის ღერის ანალიზი, რომელიც გარდაცვლილის სხეულზე იყო აღმოჩენილი ტანსაცმელზე და რომელიც დადასტურდა, რომ მას არ ეკუთვნოდა, ნერწყვის ანალიზი, რომელიც სიგარეტზე იყო შემორჩენილი, დნმ-ის ანალიზი და თითების ანაბეჭდის ანალიზი, რომელიც ეს ანაბეჭდები დარჩენილი იყო იმ სკოჩზე, რომელთაც ხელფეხი ჰქონდა შეკრული გარდაცვლილ ნიკა ლომინაძეს. და არგუმენტი იყო სააპელაციო სასამართლოში, რომ თითქოს ეს გარემოება ისედაც ცნობილი იყო ბრალდების მხარისთვის. არადა სწორედ ის, რომ სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა მხოლოდ ერთი ნაწილი ბრალდების მხარენ და მანამდე მალავდა და მხოლოდ 2012 წლის ბოლოს მოხდა ამის აღმოჩენა იმ დნმ-ის ანალიზის, რომელიც 2006 წლის 31 მარტით თარიღდება. სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და ისინი გვეუბნებიან, ბრალდების მხარემ ეს იცოდაო და სწორედ მაგაშია საქმე, რომ ბრალდების მხარემ რო იცოდა და დამალა, სწორედ ამიტომ შევიტანეთ ჩვენ და სასამართლომ არ იცოდა სრულად რა იყო დნმ-ის ანალიზის პასუხი. და მეორე, პაპაჩაშვილი, რომელმაც თქვა, რომ მე ზეწოლის შედეგად მიმაცემინეს ჩვენება გვიჩიანის და ჩემიას წინააღმდეგო და საკუთარი თავის წინააღმდეგო, აქ განაჩენი არ არისო, დამდგარიო. პროკურატურამ კი დაკითხა ეს კაციო, კი თქვაო დაკითხვის დროს, რომ მაწამესო, მაგრამ ამისთვის უნდა დადგესო განაჩენი, სასამართლომ უნდა დაადასტუროსო, ანუ უნდა მოვიდნენ ადამიანები და თქვან ჩვენ ეს ვაწამეთ დიახ და აი ასეთ შემთხვევაში დადგება. იმათ რო თქვან არა, ეს იგონებს და არ ვაწამეთ, ასეთ შემთხვევაში არაფერია. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, დღევანდელი სასამართლო უკვე დადგინდა, რომ არც ერთ შემთხვევაში არც ერთ საქმეს არ გადასინჯავს. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია საქმეების დიდი უმრავლესობა არის უკანონოდ, უსამართლოდ, უსაფუძვლოდ შეთითხნილი, შეთხზული და სასამართლოს მიერ დადგენილი, მაგრამ იგივე სასამართლოს შემადგენლობა არ გადაწყვიტავს იმას, რომ გამოსწორდეს ამ საქმეში არსებული ხარვეზები და დანაშაულები და ამას რა თქმა უნდა ვერც ლევან თევზაძე იყო, ხო, მოსამართლე, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში გადმოყვანილი ქუთაისიდან, რომელმაც ეს პასუხი მოგვცა 2 კვირის თავზე და როგორც ჩანს ეს 2 კვირა ჭირდებოდათ, რომ იმას ჯერ შეეთანხმებინა ეს პასუხი ვალერი ცერცვაძისთვის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის, ვერც ვალერი ცერცვაძე გადაწყვეტდა ამას, იმას უნდა შეეთანხმებინა კოტე კუბლაშვილისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერც კოტე კუბლაშვილი გადაწყვეტდა ამას, ვინაიდან მას უნდა შეეთანხმებინა ეს ვანო მერაბიშვილისთვის. მე არ მგონია, რომ ამას მერე სააკაშვილს უთანხმებენ, მაგრამ ვანო მერაბიშვილის დაჭერილია ეს ხალხი, ვანო მერაბიშვილის უწყების გამოძიებულია ესე არასწორად და შეგნებულად სრუჩვენებები მიღებულია, გამოძალულია მისი უწყების მიერ და ბუნებრივია, სანამ ეს ტორი უდევთ და სანამ ხელი უდევთ ვანო მერაბიშვილს და მის ბანდას აი ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და თვითონ სანამ ეს მოსამართლეები არსებობენ, მანამდე არათუ ამ საქმეში, არც ერთ საქმეში არ მოხდება ჭეშმარიტების, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და დაფიქსირება. დანარჩენს ჩემი კოლეგა ბატონი მალხაზ ჯანგირაშვილი მოგახსენებთ. ძალიან მოკლედ მოგახსენებთ ჩემს საქმეს და შემდეგში თუ რამე კითხვები ექნება სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. პირველ რიგში მინდა შევეხო ამ განჩინებას და ვიდრე უშუალოდ განჩინების
პატარა ანალიზს მოგახსენებდეთ და კიდევ ერთხელ განმარტო იმ მოსამართლის საყურადღებოთ, რომელმაც ეს უკანონობა ჩაიდინა და იმ მოსამართლეების საყურადღებოთ, რომლებსაც მოუწევთ საკასაციო საჩივრის განხილვა მოცემულ საქმეს. 2013 წლის იანვრის თვიდან ქვეყანაში სახეზეა გამოცხადებული უკანონო პატიმარი, უდანაშაულო ადამიანი, რომელიც უკვე 7 წელია ზის. მისი იმ დღიდან მის მიერ პატიმრობაში გატარებული ყოველ წუთზე, დღეზე და კვირაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ნებისმიერ მოსამართლეს, რომლის ხელშიც გაივლის ეს საქმე, ასევე პროკურატურის თანამშრომლებსაც, რომლებმაც იციან იმის თაობაზე, რომ სახეზეა უკანონო პატიმრობაში მყოფი უდანაშაულო ადამიანი. ამ შემთხვევაში ორ ადამიანზე გვაქვს საუბარი. რაც შეეხება უშუალოდ განჩინებას, ჩვენ განჩინებას არ ვფლობთ ჯერჯერობით. ჩვენი რაც გაჟღერდა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მოპოვებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდიდან, სადაც პრაქტიკულად წარმოდგენილია განჩინების შინაარსი. მთლიანად ამ განჩინების კითხვით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ აი პატარა ციტირებას მოვახდენთ. სასამართლოს მიერ ახალ გარემოებად არ იქნა მიჩნეული ასევე ექსპერტიზის დასკვნები, ვინაიდან საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მათ შესახებ ბრალდების მხარისათვის უკვე ცნობილი იყო იმ დროისათვის, როდესაც მიმდინარეობდა სამართალწარმოების პროცესი. მოქმედი კანონმდებლობა საქმის განახლების სავალდებულო პირობად მიიჩნევს, რომ ასეთი მტკიცებულებების არსებობა განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არც ერთი მხარისათვის ცნობილი არ უნდა ყოფილიყო. რაც ტყუილია. ახლა მოვახდენ 301 მუხლის ციტირებას, რომლის თანახმად ჩვენ შევიტანით ეს შუამდგომლობა. 301 მუხლის თანახმად განაჩენი ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო გადაისინჯება თუ და ზებ ქვეპუნქტს წაგიკითხავთ. თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტიან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთად ამ მტკიცებს მჟავდებულის უდანაშაულობას. აქ მსგავსი არაფერი არ წერია, ეს ბოროტი ინტერპრეტაცია, რომელიც მოსამართლეს განვითარებული აქვს, რათა ეს მანიპულაცია საბოლოო ჯამში ყოფილიყო სახეზე და დაუშვებლად ეცნო შუამდგომლობა, ეს არის ბოროტი ინტერპრეტაცია მოსამართლის მიერ, მსგავსი რამ კანონში საერთოდ არ წერია. ანუ მხარისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, არ იყო, აქ არ წერია. თუ ცნობილი არის. ბატონო ალხას, ბატონო ორივე შეგიკითხებით, 2 კვირის წინ იყო ხო თუ არ ვსებით 3 კვირს და დააანონსეთ, რომ ახალი გარემოება გაქვთ საქმეში, სააპელაციო შუამდგომლობით მიმართეთ, რომ მტკიცებულებად ჩაეთვალათ. ექსპერტიზის პასუხი, როგორც ქართველების, ასევე ამერიკელების მიერ ჩატარებული, ხო? მაშინვე, როდესაც რეპორტაჟს ვამზადებდით, დაზარალებული ოჯახი ამბობდა, რომ ესო ჩვენთვისაც ცნობილი იყო მაშინო. ანუ ოჯახისთვის ცნობილი იყო და ზუსტად ეს პასუხი მიიღეთ სააპელაციო სასამართლოსგანაც და არ ჩათვალეს დიახ. საზოგადოების დაბნევის მცდელობა, ეს პასუხი ცნობილი არ იყო, იქ იყო რაღაცა ექსპერტიზების პასუხები ცნობილი, რომლებიც ეტაპობრივად ხდებოდა ცნობილი. ამ საქმეზე არაერთი ექსპერტიზა იქნა ჩატარებული გამოძიების დროს, მაგრამ გარკვეული ნაწილი ამ ექსპერტიზების არ იქნა წარმოდგენილი, ვინაიდან ეს ექსპერტიზები დანიშნული იყო ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიაში. ანუ თქვენ რომელი ექსპერტიზა სასამართლოზე მოხდა, სააპელაციო სასამართლოში მოხდა ბრალდების მხარის მიერ ექსპერტიზის დასკვნის ნაწილის წარმოდგენა. ნაწილი იქნა დამალული და ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული იმ პროკურორის და დღეს გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც იმ საქმეზე მონაწილეობდა როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი და ჩვენთვის როგორც ცნობილია მიმდინარეობს გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამჯერად ახლა ამ მიმართულებით აღარ განვიცხოვთ. ანზორ ხვადაგიანი გახდა პროკურორი, სასახად დამალული იქნა და სწორედ ამის თაობაზე იქნა გაკეთებული მთავარი პროკურატურის მიერ განცხადება და განმარტება 2013 წლის 28 იანვარს.
ბოდიშიც მოუხადეს ოჯახს, რომ დანაშაული არაა გახსნილი და ამის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ პრაქტიკულად აღიარა, რომ ეს ადამიანები იმყოფებიან უკანონო მე განმარტების დიახ, რომ განმარტოთ რა ბატონო გიო, რა მაშინ რა ექსპერტიზის პასუხი იყო ცნობილი ოჯახისთვის და თქვენ ახლა რა მოიპოვეთ ეს რო განმარტებისთვის. მაშინ იყო ცნობილი ოჯახისთვის კი არა, საერთოდ არავისთვის არ იყო ცნობილი წელიწად ნახევრის შემდეგ ანზორ ხვადაგიანმა გამოაჩინა მხოლოდ ნერწყვის დნმ-ის პასუხი და ეს ნერწყვი 2 სიგარეტი იყო მოწეული, მათ შორის დნმ-ის ანალიზმა დაადგინა, რომ ერთი მოწეული იყო თვითონ ნიკა ლომინაძის მიერ და მეორე სიგარეტი მოწეული იყო 2 სხვადასხვა პირის მიერ. აი ამ 2 სხვადასხვა პირიდან ლოგიკურია, რომ მკვლელები უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს 2 მკვლელი შევიდა. არც ერთი მათგანის დნმ-ს არ დაემთხვა და ეს იყო ცნობილი, მაგრამ მე თქვენ აი შეიძლება ეს მოწია ვიღაცამ კაცო იქ შევიდა მე ისინი რა ქვია გამომძიებლები და სხვები და ამიტომ მაგრამ ის უტყუარი მტკიცებულება რომელიც და შემთხვევით არ დამალეს ის თითების ანაბეჭდი რომელთაც სკოტში შეუკრეს მკვლელებმა ხელები და ფეხები და სკოტზე დარჩა და ის თმის ღერი რომელიც მის სხეულზე დარჩა და დნმ-მა თქვა რომ ეს თვითონ გარდაცვლილს არ ეკუთვნოდა ეს ორი უტყუარი მტკიცებულება დამალა იმან რა ქვია პროკურატურამ და სწორედ იმიტომ დამალა რომ თუ ეწოდინებოდა თუნდაც გარდაცვლილის მამას და ოჯახს რომ დნმ-ის ანალიზი რომელიც 100%-იანია პრაქტიკულად 99.9% სიზუსტით არის განსაზღვრული ის კატეგორიულად ამბობს რომ გამორიცხულია რომ ხერკელაძე და ჩემია იმ ოთახში ყოფილიყვნენ სადაც მკვლელობა მოხდაო როგორ იმას იზავდა რა ქვია დაიწყებდა მტკიცებას თუნდაც გარდაცვლილის მამა რომელიც ლოგიკურად უნდა დაინტერესებული იყოს რომ თავის შვილის ნამდვილი მკვლელები დაისაჯონ და არა გამოგონილი ეს ვისი ექსპერტიზა იყო თითები ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული იმიტომ რომ იმ დროს საქართველოში ექსპერტიზა დნმ-ის არ ტარდებოდა სულ 2-3 წელია ჩვენთან რაც დნმ-ის ანალიზის ჩატარება დაიწყეს და ამერიკელები დაინტერესებული იყვნენ იმიტომ რომ ამერიკული კომპანია იყო ეს თელასი და მას სხვადასხვა ეჭვები ჰქონდათ რომ შეიძლება პოლიტიკური მოტივით ბატონო გელა ამის შემდეგ რას აპირებთ ანუ საქმე ხო ახრიდან უნდა განახო ამის შემდეგ ჩვენ გავასაჩივრებთ ამას აუცილებლად, როდესაც ჩავიბარებთ ამ განჩინების ტექსტს სააპელაციო სასამართლოში გარკვეული ვადა მათაც აქვთ, რომ დაავალოს მათ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებად ცნოს, კანონი ამას უშვებს, რომ არა უზენაესმა უნდა განიხილოს, არამედ უნდა დაავალოს სააპელაციოს რომ განიხილოს და თუ მოხდა ისე, რომ ისევის მოსამართლეები, ისევის გუნდი, ისევის შემადგენლობა რადგან არის და ერთმანეთის ტყავს არ დახევენ და ყოველთვის შეეცდებიან თქვენ რომ ჩვენ ყველა განაჩენი კანონიერად დავადგინეთ, ჩვენ გვრჩება კიდევ ერთი გზა ეს არის იმ კომისიაში შეტანა, რომელიც შეიქმნება უახლოეს ხანებში და რომლის შექმნის შესახებ კანონმდებლობა, საკანონმდებლო პროექტი უკვე ამ კანონპროექტი არის შეტანილი სასამართლოში პარლამენტში და იმედი გვაქვს რომ ამ თვეში მაინც მოხდება ამ კანონის მიღება და იმ თვეში ალბათ იმ 15 კაციანი კომისიის არჩევა, რომელიც შემდეგ შეისწავლის სხვადასხვა საქმეებს, ჩვენ პირველ რიგში შევიტანთ რა თქმა უნდა ამას და კიდევ ერთი ჩვენ პროკურატურას თხოვთ, მიმართავთ ოფიციალურად, რომ მან შეიტანოს სასამართლოში, მან უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არ არის ეს საქმე გახსნილი და უდანაშაულო ადამიანები ციხეში სხედან. ახლა ყველა სახელმწიფო სტრუქტურის და ყველა ადამიანის ვალდებულებაა, რომ უდანაშაულო ადამიანი არ იქნეს ციხეში და თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთოს ამისათვის, რომ ეს არ მოხდეს და მათ შეუძლიათ თვითონ მიმართონ უზენაეს სააპელაციო სასამართლოს ასეთი შუამდგომლობით. დიახ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებად ექნას ეს განხილვა. ისევ მინდა გავიმეორო, სახეზეა არაორდინალური ვითარება, როცა ქვეყანაში არსებობს გამოცხადებული უდანაშაულო ადამიანი, რომელიც იმყოფება უკანონო პატიმრობაში. ამ შემთხვევაში ეს მარტო ჩვენი ტვირთი არ არის, ჩვენი პრობლემა არაა, თამამად ვაცხადება მას, ეს არის პროკურატურის პრობლემაც, ვინაიდან სახეზეა სასამართლო ხელისუფლება, რომელიც ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობს და პრაქტიკულად ეგრეთ წოდებულ მართლმსაჯულებას ახორციელებს მხოლოდ ნაციონალი ჩინოვნიკების სასარგებლოდ, ასე ვთქვათ, ხოლო დანარჩენ ყველა საქმესთან მიმართებაში ძველი კურსი აქვს შენარჩუნებული და მინდა იმ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებს კიდევ ერთხელ მოუწოდო გადაწყვიტონ კანონიერად ჩვენი საჩივარი, რათა შემდეგში მათ არ მოუხდეთ გია გვიჩიანის ადგილის დაკავება. ვინაიდან გია გვიჩიანი
არაერთხელ გვითხოვს და ვიმეორებთ, 2 დღეში იქნება, 2 კვირაში თუ 2 თვეში აუცილებლად გამართლდება და გარეთ იქნება. ხო, გია გიჩიანი. მე ვარ როგორც გიჩიანი, ასევე ჩემიას ადვოკატი და იგივე შემიძლია განვაცხადო ჩემიასთან მიმართებაში. მოწმის ჩვენებას რაც შეეხება, გამგიმარტავთ, გიორგი პაპაჩაშვილი იყო ერთ-ერთი მოწმე, რომელსაც ათქმევინეს, რომ თითქოს მან მიიყვანა ავტომანქანით ჩემია და ხერკელაძე მკვლელობის ადგილას და ქვემოთ ელოდებოდა. რა წამება, რა ტანჯვა გადაიტანა და რა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა ამის შესახებ ის ღიად საუბრობს და როგორ აიძულეს ის ესეთი ჩვენება მიეცა და ეს არის ერთადერთი ცოცხალი მოწმე, იმიტომ რომ თვითონ ხერკელაძე გარდაცვლილია და სხვათა შორის ხერკელაძესაც და იმასაც თვითონ პაპაჩაშვილსაც ამ ჩვენების მიღების შემდეგ შეღავათები გაუკეთეს, სწორედ ამიტომ მათ ფაქტიურად ამ ჩვენებებით მოიპოვეს ის შეღავათები, რომელიც მათ მიმართ განხორციელდა. თვითონ ჩემია ნიკა ჩემია, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, არასოდეს არ უღიარებია და არც დღეს აღიარებს ამ დანაშაულს და ბუნებრივია გია გუჩიანიც არც არასოდეს უღიარებდა და არც დღეს აღიარებს დანაშაულს. ერთადერთი ცოცხალი მოწმე დიახ პაპაჩაშვილმა მე მოპირადად გამოვკითხე ის და შემდეგ ვთხოვე პროკურატურას რომ დაეკითხა ამ დნმ-ის ანალიზთან დაკავშირებით და მან მისცა ჩვენება გამომძიებელსაც ამ თავის წამებასთან დაკავშირებით და იმ გარემოებებთან დაკავშირებით თუ რატომ მისცა თავის დროზე ცრუ ჩვენება გია გუჩიანის და ნიკა ჩემიას წინამ. დიახ, ჩვენ ეს ჩვენებაც დაურთეთ საქმის მასალად ჩვენ არ გამოვამჟღავნეთ წინა პრესკონფერენციის დროს, იმიტომ რომ არ გვინდოდა ჯერჯერობით მისი გვარის ხსენება აქვს, მაგრამ რადგან თვითონ პროკურორმა სასამართლომ ეს გააჟღერა, რომ აი ესეც არის წარმოდგენილიო, ნუ ჩვენ ახლა დასამალი აქ არაფერი აღარ გვაქვს, ის ადამიანი ჩვენებას იძლევა, ყოველთვის მიცეს ამ ჩვენებას, მაგრამ ის რომ მოდი შენ სასამართლოში დაამტკიცე, რომ ესე გექცეოდნენო, ამის მოთხოვნა 7-8 წლის წინ და 9 წლის წინ რომ ესე მოგექცნენო, ის ადამიანები, რომლებიც 9 წლის წინ იქ მუშაობდნენ, ჯერ ახლა იმათი მოძებნა და ის, მაგრამ მე რომელი იტყვის, რომ 9 წლის წინ მე დანაშაული ჩავიდინე და მე ნამდვილად ვაწამეო. აი ამას თხოვენ ფაქტიურად. მოდი ათქმევინე იმას, ვინ შენ გაწამებდაო. თორემ მე შენ ამას ახალ გარემოებად არ ჩაგითვლებ. Ina